ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი არის ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში ვილაპარაკოთ უნგრეთის არჩევნების შედეგზე. წინა სტუმარმა თქვა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივად ისტორიული ამბავი, რომ არის წარმოუდგენელი ამ ტიპის მმართველობის შეცვლა. დღეს დიდი დისკუსია იყო ჯერ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ მაინც დასვენების დღეებია და საეთერო ეთერშიც გადმოინაცვლებს ეს აუცილებლად, რა ტიპის გაკვეთილი უნდა მიიღოს ამისგან ცვლილებების მოსურნე საზოგადოებამ, რომელიცაც უნდა მაგალითად ამ რეალობის შეცვლა და ხელისუფლების დამარცხება. პირველ რიგში რაც მოხდა უნგრეთში შევაფასოთ და მე ვილაპარაკოთ აუცილებლად ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ აქედან. არჩევნები მართლაც უნიკალური არის, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ეხება ერთ კონკრეტულ ქვეყანას, მაგრამ მათი გავლენა ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ფართოა, მხოლოდ ერთი ცალკე აღებული სახელმწიფო. თქვენ სწორი აღნიშნეთ უნგრული გაკვეთილები, ალბათ პირველი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც ცვლილებები არის ბუნებრივი, თითქოს და მას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, მაგრამ უნდა დაეხმარო, რომ ბუნებრივი ცვლილებები გახადო ცვლილებების ბუნებრივობა აქციო გარდუვალ ცვლილებებად. ჩემთვის რამდენიმე ასეთი გაკვეთილი არის ის, რომ პირველ რიგში რომ ეროვნულ თემებზე რიტორიკა მხოლოდ არ კმარა და ჩვენ ნახეთ, რომ უნგრეთში ეროვნულ რიტორიკას ანვითარებდა როგორც ვიქტორ ორბანი, ასევე პიტერ მადიარი. ეროვნულ რიტორიკასთან უნდა ახლავდეს ეროვნული იდეები და გულწრფელი, ანუ მხოლოდ ეროვნული იდეა არ კმარა, ეროვნული რიტორიკა არ კმარა. ქართულ მაგალითზე თუ გადმოვიტანთ, ჩვენ ქართული ოცნებიდან გვესმის ეროვნული რიტორიკა და გვესმის ძალიან უხვად, მაგრამ როდესაც ის არ უკავშირდება ისეთ საკითხებს, რასაც ძლიერი სახელმწიფო, ქმედუნარიანი სახელმწიფო და არა გეოგრაფია, სტატუსური ბიზნესი და არა ფეხქვეშ გათელილი ბიზნესი, ქვეყნის მსახურებაში მყოფი მართლმსაჯულება და არა მძევლად აყვანილი მართლმსაჯულება, რეალური სამოქალაქო ერთობა და არა გახლეჩილი საზოგადოება, ეს ყველაფერი რიტორიკის დონეზე რჩება და არ იქცევა რეალურ ეროვნულ იდეებად. ალბათ ეს მორიგი გაკვეთილი რაც შეიძლება გამოვიტანოთ, თუმცა ჩვენ ქართულ სივრცეზე და უნგრული არჩევნების ქართულ ანალიზებზე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, ახლა ალბათ ორიგინალური ვერ ვიქნები, რომ მიუხედავად არაერთი კრიტიკისა, რაც დასავლური სისტემის მიმართ ჩვენ გამოგვითქვამს და სრულიად სამართლიანად, თავარი არის, რომ ამ არჩევნებით ევროპულმა იდეამ ერთგვარი მორალური წახალისება მიიღო. შეიძლება ეს წახალისება არის ახლა ავანსად გაცემული, რა თქმა უნდა გამოჩნდება არა მარტო უნგრეთის მაგალითზე, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზე, მაგრამ ის რომ ეს წახალისება, ეს мотиваცია მოხდა უშუალოდ ევროპის შუაგულში, ისეთ კრიტიკულ ქვეყანაში, როგორც უნგრეთი არის განვითარების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული იდეის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ოდნავ ნაადრევი აღმოჩნდა სულრგა. ევროკავშირის დაუშვათ, ხო, ასე ვთქვათ, ხო. რუსი ჩინოვნიკები კირილ დიმიტრევის კომენტარი შემოხვდა, რომ აი თითქოს მადიარის გამარჯვება კიდევ უფრო დააჩქარებს და რაღაც ამ ტიპის სკეპტიზმი. და რამდენიმე კიდევ ესეთი შტრიხი, რომ რაც განსაკუთრებით აი უნგრული გაკვეთილებიო თქვენ ბრძანეთ ქალბატონო დიანა, არის შემდეგი, რომ შედეგის მიღწევა შეიძლება სწორად კონსტრუირებული პოლიტიკის ხარჯზე. ჩვენ ვნახეთ მადიარის შემთხვევაში, რომ ეს არ იყო რიტორიკა, რომელიც ეფუძნებოდა ცეცხლითა და מחვილით ყველაფრის ამოშანთვას, არამედ კი იყო მწვავე, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო ძალიან კონსტრუქციული. ეს ალბათ კონსტრუქტივიზმი და შიშების განელება, როდესაც გაუმჯობესებას პირდები გაუარესების გარეშე და იმ მომავალში ცდილობ უჩვენო ადგილი ყველას დამსახურების და მიხედვით, ალბათ ეს ერთ-ერთი მაგალითი არის და გაკვეთილი რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ. კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რომ უნგრეთის შემთხვევამ ჩვენ გვიჩვენა, რომ უნგრეთში კენჭი ცვლილებებს უყარეს არა უბრალოდ ადამიანებმა, არამედ მოქალაქეებმა. შესაბამისად ეს იყო ევროპული ერის სახელმწიფოს სისტემური გამარჯვება, როდესაც მოქალაქეებმა თქვეს, რომ ჩვენ ვიბრუნებთ საკუთრებას საკუთარ სახელმწიფოზე. და ბოლოს დასკვნის სახით, რატომ არის ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი უნგრული მაგალითი და უნგრული არჩევნების შედეგი,
აი სწორედ იმ პრობლემატიკიდან, რასაც უნგრეთი ქმნიდა ევროკავშირის ფარგლებში, უნგრული კრიზისის გამბლოკვა და ევროკავშირთან გაცილებით უფრო კოოპერირებადი უნგრეთის დამკვიდრება ნიშნავს უკრაინის მიმართულებით დამატებითი წინააღმდეგობების ჩახსნას. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვეიბიტყვი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს მჭიდრობმაში არის უკრაინის სახელმწიფო ინტერესებთან, შესაბამისად უკრაინაში წინააღმდეგობის გამტკიცება ევროპული დახმარებით და არა მარტო ეს მათ შორის ასევე ქართულ კალათაში შემოტანილი გარკვეული აქტივი არის. აი ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თქვათ ის საქართველოსთან დაკავშირებით რაც შეიძლება აღინიშნოს. კი ბატონო, ორბანი მიიჩნეოდა ფარად, როცა საქართველოსთვის, როცა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. აი ამ ფარის მოხსნის შემდეგ როგორ ფიქრობთ, ვიდრე რა უნდა ისწავლოს ოპოზიციამ ამ გაკვეთილებიდან, ამაზეც ვილაპარაკებთ, ხელისუფლებას რა ტიპის რეაგირება შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ მისთვისაც არ დაიწყო სასურველი პერიოდი. კი, ცოტა უცნაური პასუხი უნდა ჩამოგიყალიბოთ. ორბანის ხელისუფლებაში ყოფნა ალბათ ერთგვარი მაშველი რგოლი იყო არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის და ვეცდები ახსნა განსაკუთრებით მეორე ნაწილში. ახლა თუ პირველ ნაწილში ეს შედარებით უფრო გასაგებია, რატომ მეორე ნაწილში როდესაც შენი პოლიტიკური ხაზი ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მოსაწყენად სწორხაზოვანი და როდესაც შენ გააქვს ის მთავარი პრობლემა, რომ ახალი მიდგომით, ახალი ნარატივით, ახალი თხრობით, ნდობით პოლიტიკური ნდობით ვერ აღძრავს საკმარის მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან, შენ შეგიძლია შენი სისუსტეები და ხარვეზები ვინმეს ან რამეს გადააბრალო. ამ გარემოში მე როგორ გავიმარჯვო? აბსოლუტურად თქვა, რომ შენი წინააღმდეგობა, შენი ძალისხმევა არ არის ბოლომდე შედეგიანი, იმიტომ რომ არის ობიექტური მიზეზები. ჩემი აზრით ახლა სწორედ ორბანის ფაქტორის შახსნა ძალიან პოზიტიურად მოქმედებს, იმიტომ რომ აშიშვლებს ველს გარკვეულწილად ხელისუფლება ქართული ოცნების სახით უფრო მწვავე დგება იმ რეალობის წინაშე, რომ ორბანის სახით მას არ ყავს ლობისტი, ადვოკატი, მინდოდა მეთქვა ეშმაკის ადვოკატიო, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგვარად იქნას ინტერპრეტირებული, ხოლო ქართულ ოპოზიციას ახლა უფრო მეტი ჯაფა და ძალისხმევა მოუწევს, რომ მეტად უფრო კრეატიული იყოს, მეტად ინოვაციური და უფრო მეტად საკუთარი თავის დააბრალოს და მიაწეროს პოზიტივიც და შესაძლო ნეგატივიც. ხელისუფლებამ რა უნდა, რა შეიძლება გააკეთოს? ხელისუფლებამ რაც შეიძლება გააკეთოს, შემი აზრით, ეს ის გასაკეთებელი არის, რომელიც წუხვა, რომ ამის გასაკეთებლად ხელისუფლებას გარკვეულწილად დრო და მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. პირველ რიგში ეს არის ის ყადაღებული ნარატივი, როდესაც ამდენი ხანი ხელისუფლება სწორედ იმ რიტორიკის, იაფასიანი ეროვნული რიტორიკის დონეზე მაგალითად გვაყვედრებს ჩვენ სამშობლოს. არადა სამშობლო ქართველობას ჰქონდა არა მარტო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, არამედ მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჩვენი პრეტენზია ოცნების მიმართ არის არა სამშობლოს ქონა უქონლობა, არამედ ის, რომ ნაცვლად ესე ვთქვათ, სამშობლოს ბაზაზე გამართული სახელმწიფოსი ჩვენ არა მარტო ქვეყნისკენ, არამედ გეოგრაფიისკენ დავიძარით. ამიტომ ჩვენი მთავარი პრეტენზია სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ვერ შევძელით ოცნების პირობებში სამშობლოდან დავიძრათ სახელმწიფოსკენ და ხალხისგან დავიძრათ ერისკენ. აი მე როდესაც ვთქვი, რომ უნგრეთის მაგალითი არის ერის სახელმწიფოს გამარჯვება, სწორედ აი მორიგი ეს ვთქვათ ეს მენტალური პოლიტიკური ტრანსფორმაცია ან ტრანსფორმაცია საზოგადოებრივ აზრში, როდესაც ჩვენ ერთ სახელმწიფოთ უნდა ჩამოყალიბდეთ, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აი ამ გადასხვაფერებული ოპოზიციურ პოლიტიკური აზრის პირობებში ჩვენ რამენაირად ამოცანად უნდა დავისახოთ. კიდევ ერთი თქვათ, ან ორი მოსაზრება არის ის, რომ აი ახალი სასაუბრო ქართულ საზოგადოებასთან გარდა ერის სახელმწიფოს იდეისა
ეს არის არა ამ შემთხვევაში ეროვნული ნაციონალიზმის, არამედ სამოქალაქო ნაციონალიზმის თემის შემოტანა. რა არის სამოქალაქო ნაციონალიზმი, როდესაც სიტყვა ქართველი ასოცირებული იქნება არა მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებასთან, არამედ მის პოლიტიკურ ბმასთან, საკუთარ სახელმწიფოსთან. ეს პოლიტიკური ბმა საკუთარ სახელმწიფოსთან, რომელიც ამ შემთხვევაში შენი სერვის პროვაიდერი არის. გავა, თავარ, იურიდიულ ლაპარაკობდა დავის დავაცხადი და სწორედ ეს ხაზი მინდა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ნარატივი, რითაც ჩვენ როგორც პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს, როცა სიახლეზე ვსაუბრობთ, როცა გადასხვაფერებაზე ვსაუბრობთ და ნდობის მოპოვებაზე, აი პოლიტიკური კონოტაცია ქართველის სწორედ თავარ ბმაზე სახელმწიფოსთან მის პოლიტიკურ სამართლებრივ დოკუმენტზე საქართველოს კონსტიტუციაზე უნდა გადიოდეს. ამიტომ აი ეს ნაერთი, ესე ვთქვათ, მესიჯების რაც აუცილებელი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ მათ ისევე როგორც უნგრელებს არა მოსახლეობის სტატუსით, არამედ მოქალაქეების სტატუსით, ქართველის როგორც მოქალაქის სტატუსით შეუძლიათ ეს საკუთრება დაიბრუნონ და აღიდგინონ თანასაკუთრება საკუთარ ქვეყანაზე, თანამედროვე, მოწინავე, ინოვაციურ, კრეატიულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ალიანსში, ეს შედეგი არის სავსებით მისაღწევი. მაინც გაბრუნებთ კითხვასთან, თქვენი ბოლო სტუმრობის დროს ამ ეთერში თქვენ ივანიშვილს მოუწოდებდით, რომ ახლა სწორი დროა იმისთვის, რომ გადადგას ნაბიჯები, ჩანიშნოს არჩევნები. ახლა კიდევ უფრო სწორი დრო ხომ არ არის ამისთვის, ან სხვა რამისთვის? ძალიან მიჭირს ახლა იმაზე საუბარი, აი ორბანის მარცხის შემთხვევაში ქართული ოცნება როგორ დათვლის დღევანდელი დღის აქტივებს და პასივებს. ეს რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტი არის, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რაც თავისთავად ცხადია, აბსოლუტურად სულ სხვა გამოწვევა შეუქმნის მათ შორის ოპოზიციურ ველს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები არის ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ბუნებრივია ვადამდელი არჩევნები გაცილებით სხვა რეალობის წინაშე დააყენებს ოპოზიციურ აზრს და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. ნახოთ, მე მგონი ჩვენ არც თუ შორეულ მომავალში ამ კითხვაზე ჩემი აზრით გარკვეული პასუხი გვექნება. გაგვთ განცდა, რომ ახალი არჩევნები არის ესეთი განცდა, მაგრამ ეხლა განცდა რამდენად ეფუძნება დამაჯერებელ ინფორმაციაც ხომ არ გაგვთ? არავით არის, გარდა იმისა, რომ არის ფიქრობთ, რომ მომწიფდა ამის დრო? გარდა იმისა, რომ არის გარკვეული ესე ვთქვათ, აი ლოგიკური მსჯელობა, რომ ხომ არ აწყობს ოცნებას ვადამდელი არჩევნები იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ვერ შეიკრა ჯერჯერობით საკმარის მონოლითად, მიუხედავად იმისა, რომ არის ალიანსის სახით გაერთიანება, მონოლითად უნდა შეიკრას. ანუ ეს არის ამორცანა, რომელ მონოლითად დავიწყოთ იმით, რომ საარჩევნო სუბიექტად მონოლითად შექმნა საერთოდ პრაქტიკულად გამორიცხული არის, ვინაიდან ბლოკებისა და ალიანსების მონაწილეობა კანონით შეუძლებელი არის. ზოგადად მე პირადად იმ აზრის მომხრე ვარ, რომ ის პარტიული სუბიექტები, რომლებსაც აქვთ ქართულ რეალობაში ხანგრძლივი ოპერირების მემკვიდრეობა, თავიანთ გზას გაუყნენ ამა თუ იმ ფორმით და მე კიდევ ერთხელ უდასტურებ მათ ჩემს პატივისცემას ამ განვლილი გზის და გამო, მიუხედავად აღმავალის არა, ბუნებრივია ისინი რჩებიან ველზე, მაგრამ მე ვფიქრობ ასევე, რომ როდესაც საუბარი არის ისეთ ახალ პოლიტიკურ ჯგუფებზე, როგორც არის ჯერ საქართველოს ან სხვა ვამბობ პოლიტიკური სტარტაპები, ალბათ მათთვის განსხვავებული ფორმის ალიანსი, განსხვავებული ფორმის კოორდინირება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული არსებულ მემკვიდრეობასთან, იქნება ეს თქვათ ერთგვარი უფრო ეფექტიანი. თქვენ აპირებთ პოლიტიკურ ჯგუფად გადაკეთდეთ და ასევე ეცადოთ სხვა რაღაც ახალ ბედებთან შეკრათ. კი პასუხებთ. უბრალოდ ერთი წინადადებით რო დამესკვნა, თქვათ სარგებლიანობა ასეთი განშტოების ამორჩევასაც ბუნებრივია, მათ შორის ისეთ ამორჩევას, რომელსაც არჩევი უნდა და არც თეთრი პირობითად ესე ვთქვათ, უფრო ეს ვთქვათ, არჩევანის გამრავალფეროვნების საშუალება მიეცემოდა. არ უკიდეგანოთ, მაგრამ მაინც გამრავალფეროვნების. დიახ, ჩვენ ვართ ამ პროცესში, რომ ავიღოთ ფორმალური სტატუსი, ბუნებრივია ეს აბსოლუტურად ლოგიკური და თანმიმდევრული გაგრძელება იქნება.
გარკვეული საშინაო დავალება გარკვეული საშინაო დავალება მიდის, საშინაო დავალება სრულდება ამ ხრივ შემადგენლობის კუთხით, მაგრამ რაც თავარი არის შინაარსობრივი იდენტობის შექმნის კუთხითა და ეს შინაარსობრივი იდენტობა აი აბსოლუტურად საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან მარტივ ახსაქმელად მარტივ, თუმცა გასაკეთებლად ძალიან რთულ განზომილებაზე გადის, მით უმეტეს ქართული ოცნების ნამოღვაწარის ფონზე, რომ ასე მაგალითად თავდაცვის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უნდა იყოს იმდენად ქმედითი, რომ საქართველოს მოქალაქეს არ ქონდეს გამუდმებული განცდა მსხვერპლისა. ან რომ მაგალითად ეკონომიკის პირობებში, თუნდაც მცირე რესურსის შემთხვევაში შეიძლება ამ რესურსის იმდენად გაბევრება, რომ ეკონომიკა იყოს ინკლუზიური და ყველა მოქალაქისათვის ბენეფიტის შექმნელი, რომ მართლმსაჯულება უნდა გავიდეს ხელისუფლების მომსახურების ზონიდან და შევიდეს მოქალაქეთა მომსახურების ზონაში, რომ ბიზნესი უნდა იყოს არა მარტო ეკონომიკური გაგებით და სტატუსის მქონე ვთქვათ სექტორი, არამედ ეროვნული სტრატეგიული პრიორიტეტი და მას შეიძლება ისეთივე სტატუსი მიენიჭოს, როგორც მაგალითად ქართულ ეკლესიას, რომელიც კონკორდატის მიხედვით არა მარტო გამორჩეული კონსტიტუციური სტატუსის მატარებელი არის, არამედ ჩვენი ხიდი და დამაკავშირებელი არის დასავლურ ცივილიზაციასთან. ალბათ ეს იქნება აი ნარატივის მიხედვით ის მთავარი აქცენტები, რომელთა ირგვლივ ჩვენი გზავნილები, რა თქმა უნდა, უფრო კვალიფიციურად, უფრო კომპეტენტურად იქნება სტრუქტურირებული. მუშაობს ამ თქვენ სათქმელზე, რა უნდა იყოს აუდიტორიის. ჩვენ მუშაობთ ამაზე, დიანა, ვინაიდან მესმის კარგად, რომ ქართულ პოლიტიკას ისევე როგორც ნებისმიერ პოლიტიკას ჩვენ ნახეთ, იგივე მადიარის ესე ვთქვათ მაგალითზე ახასიათებს აი ჟანრის ერთგვარი ესე ვთქვათ კანონიკა, ეს არის ერთგვარი დრამატურგია, ოდნავ პოპულიზმის, ოდნავ ნაციონალიზმის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩვენი ჯგუფისათვის, როგორც აი აკადემიური აზრის ლაბორატორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კონკრეტული სტრუქტურირებული ხედვით, როგორც სავიზიტო ბარათი წარსდგეს ქართველი ამორჩევლის წინაშე, რომ ქართველმა ამორჩეველმა მისი როგორც თანამონაწილის ფუნქცია აი მხვალინდელ დღეში ასევე თანაბრად დაინახოს. მადიარის ანალოგი შეიძლება ვინმე გამოჩნდეს პერსონალურად ან თქვენს რიგებში რაღაც თუ ასეთი ანალოგის ძებნა არ არის სწორი და ყველა ლიდერს ის გარემოება, ის ქვეყანა კონკრეტული და კონტექსტი შობს და არ არის საჭირო ახლა იქ ანალოგია. თქვენ იცით რომ მე კონცეპტუალურად წინააღმდეგია ვარ პოლიტიკაში მესიანიზმის და ძალიან პრინციპულად სოფხედველობრივად ჩემთვის არსებითი არის გუნდურობა, ლიდერის ფაქტორი არის, კოლექტიურობა, თანამონაწილეობა, თანაზიარი ჩართულობა პროცესში, თუმცა თავისთავად ცხადია, პოლიტიკური პროცესი ასევე მოითხოვს პოლიტიკურ ქარიზმას. პოლიტიკური ქარიზმა ვერ იქნება აბსტრაქტული განცალკევებული ცნება, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფებს. და ამ ხრივ ჩვენ რა თქმა უნდა რაღაცა თქვა სიახლეს და აღმოჩენას ვერ მოვახდენთ. რამდენად არის ქართულ სინამდვილეში ასეთი ქარიზმა, დღეს მოდით მე ამ კითხვაზე დელიკატურად შევინარჩუნებ დუმილს, ჩემი აზრით ქართული ეს კინოლენტა ქართული პოლიტიკური ქრონიკების საკმაოდ საინტერესო დასკვნების საშუალებას აძლევს ქართულ ამორჩეველს. კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ უნგრეთის მაგალითს და ვთქვათ რა უნდა იყოს მთავარი, რაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ისწავლონ იმისგან, რაც გააკეთა მაგალითად აი ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერმა თავის გუნდთან ერთად. ეხლა ჩვენ ძალიან ერთ-ერთი მაგალითი და ერთ-ერთი რეკომენდაცია მესმის რომ გაიარა ამდენი დასახლებული პუნქტი, ეს ყველაფერი გასაგებია, კარდაკარ. ხო, ეს ყველაფერი მაინც საჭირო ბელეტრისტიკად მიმაჩნია და ეხლა იცი არ მინდა ეხლა არც ვინმეს გულის მოსაგებათვისა ვთქვა რომ უნდა დავიაროთ და კარდაკარ ეს შეიძლება კარდაკარ დაიარო ან არა კარდაკარ, მაგრამ თავარი ალბათ არის იმ კონსტრუქციული ინკლუზიური თვისწესრიგი შეთავაზება, რომელიც არ იქნება შურის ძიებაზე დაფუძნებული, რომელიც არ იქნება პოლიტიკურ ვენდეტაზე დაფუძნებული, რომელიც იტყვის რომ საქართველოს ისტორია არასდროს არ იწყება ახალი ხელისუფალში, ძალაუფლებაში მოსვლის პირობებში ნულიდან. რომ საქართველოს ისტორია განიზომება ერთიანობაში და მთლიანობაში, ყველა ფორმაციის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები და არც პლუსში არ უნდა
და არც პლუსები უნდა დაუკარგოთ მათ და არც შესაბამისად მინუსები. ეს არის საკუთარი ისტორიისადმი პატივისცემა ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ ცემთ რა ჩვენ ისტორიას პასუხს, აწყოსაც გარკვეულწილად ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს აწყო, ეს ნაწვალები ჩვენიდან ნაჯახირები ასევე მომავალში პატივცემული იქნება. სწორი სტრატეგია. მაშინ ასე კითხავთ, რა უნდა დავინახოთ, რომ რა არის არასწორი, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება ძირითადად არის აგებული ეხლა ბოლო პერიოდში მით უმეტეს ბოიკოტი, არაღიარება და ასე შემდეგ. ანუ ეს გზა და ის გზა რაც იქ ვნახეთ, ამის შედარება ალბათ პირველი დასკვნა და ერთ-ერთი რაც გაკვეთილი, რაც შეიძლება ჩვენ დავასახელოთ ყოველ შემთხვევაში მე ავიღოთ სითამამე საკუთარ თავზე ჩვენ ლექსიკიდანაც კი არათუ ცნობიერებიდან უნდა ამოვაგდოთ სიტყვა რევოლუცია. ერთადერთი შემთხვევა, სადაც მე სიტყვას რევოლუციას დაუშვებდი, ეს არის მენტალური რევოლუცია, ცნობიერების მართვის სტილის კუთხით, საზოგადოებასთან საუბრის კუთხით, ნებისმიერი სხვა კონტექსტში გამოყენება და ეს არ ნიშნავს საზოგადოებრივი ზეწოლის არ ქონას, ეს არ ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, მაგრამ ჯამში ეს ყველაფერი უნდა გვირგვინდებოდეს პოლიტიკურ პროცესში. ალბათ ეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეთი მოწოდება და ასეთი შეფასება იყოს გარკვეულ ფენაში ქართული საზოგადოების არაპოპულარული, ჩვენ თავზე ასეთი სითამამე და გამბედაობა უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ხანდახან არაპოპულარული მოწოდებების გაჟღერება უფრო არა მარტო თამამს, არამედ გულწრფელს და მისაღებს ხდის შენ. მათ შორის იმათ თვალში, ვინ შეიძლება შენ მხარს არ გიჭერდეს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი. რაც შეეხება სხვა გაკვეთილებს, ახლა შეიძლება ესეთი ჩამონათვალი იყოს ძალიან ვრცელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთის მithქვამს. არა მარტო არსებულის დაწუნება, არამედ იმ წარმოსახვა, იმ რეალობისა, რომელიც აი ამ ხვალინდელ დღესა და მომავლის ფურცელს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ აი განცდა დანაკლისისა, რომ ესე ვთქვათ, ეს ხვალინდელი დღის თავი არ არის ისე, ესე ვთქვათ, აი წარმოჩენილი, არ არის აღწერილი. და მე იმიტომაც გითხარით ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ეხლა კონცეპტუალურად ვერ ვისაუბრებ, როგორ წარმოვიგენია ჩვენ სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით ეს დოკუმენტები მუშავდება და ქვეყნდება დრო და დრო, მაგრამ ის რომ ეს ვთქვათ, ეს ორი სერია დასრულებისა, არსებულის დასრულებისა, მაგრამ ახლის დასაწყისისა უნდა იყოს ერთმანეთთან ძალიან ბუნებრივად დაკავშირებული, ასევე მგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არსებობს ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ გამონაკლისს თუ არ შევქმნით, თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით უფრო ეს ვთქვათ, აი რევანშიზმზე აქვს ყურადღება აქცენტი გადატანილი, ვიდრე იმ ხვალინდელზე, რომელიც აი ამ გადასვლას თანდათანობით ხავერდოვან ტრანსფორმაციას უნდა ემსახურებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხავერდოვანი ტრანსფორმაცია წარმოუდგენია მხოლოდ გამართული არჩევნების, არა უბრალოდ საარჩევნო თარიღის, არამედ რეალური საარჩევნო გარემოს პირობებში, ჩატარებული არჩევნების პირობებში. აი ეს არის ვფიქრობთ, რომ არის ახლა რეალობა, სადაც ნამდვილად არის მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, იმიტომ რომ არსებულით გადაღლა, როგორც ორბანით გადაღლა, ისე აქ შეიძლება იყოს ხელისუფლებითაც გადაღლა და ვთქვათ პოლიტიკური კლასის რაღაც ნაწილითაც, მაგალითად. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არც თუ იშვიათად, შეიძლება ძალიან ხშირად არა, მაგრამ არც თუ იშვიათად პასუხებში მაქვს თვითცენზურა. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ამ თვითცენზურაზე ვიტყვი უარს და რა თქმა უნდა, გეტყვით პირდაპირ, რომ ასეთი საჭიროება არის, ასეთი აუცილებლობა არის, რომ არა ასეთი საჭიროება, მაშინ ჩვენ თავზე არ ავიღებდით ამ გამბედაობას და სითამამეს, რომ ახალი პოლიტიკური შეთავაზება ჯერ საქართველოს სახით გავუკეთოთ ქართულ საზოგადოებას. ესეთი განცდა რომ არ იყოს, ასეთი არა მარტო ახალი ძალის მხრიდან. რომ გისმენთ შთაბეჭდილება, რომ აი სადღაც გრძნობთ არჩევნების მოახლოებას და ცოტა აჩქარეთ თქვენი გეგმები. აი აზრი დავასრულო, რომ არა მარტო ახალი სახეებით, არამედ ახალი ხელწერით რომ არ შეავსო ის ვაკუუმი, რომ არ იყოს ამის განცდა, ბუნებრივია ჩვენ თავზე და ამ სამუშაოზე ასე ვრცლად არ ვისაუბრებდით. რაც შეეხება მოახლოებულ განცდას არჩევნებისა თუ არა, ერთადერთი განცდა, რაც და შემიძლია თავი დავდო, ის რომ ქართულ საზოგადოებაში სხვაშორის მიუხედავად პოლიტიკური თუ პარტიული კუთვნილებისა არის ზოგან გაცხადებული და ზოგან განუცხადებელი კონსენსუსი
ცვლილებების საჭიროებისა და აუცილებლობისა. ცვლილებები არის გარდუვალი. ერთადერთი შეკითხვა არის, ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ცვლილებებზე, რომ ცვლილებები მოხდეს არა მარტო ცვლილებების ფაქტის და მიხედვით, არამედ ამ ცვლილებებს მოყვეს ის გაუმჯობესება, ის წინსვლა, ის მოდერნიზება, ის განვითარება, რომელიც გაამართლებს საკუთარ ცვლილებების მოხდენის ფაქტს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა, ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს გემშვიდობებით, ხვალ 6 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.